PlayStation-ი არც ხონდა სახში. ვარ ნიკა ასათაშვილი, თბილისის ლოკომოტივის კიბერფეხბურთელი. რა დონის ტურნირია ელიგა ჯორჯია და შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ამ ტურნირში მონაწილეობას? Ამდე რას ტურნირები იყო საქართველოს პირველობა, რომელიც EA-სგან ესე ოფიციალურად ვერიფიცირებული ესე თქვა არ იყო. ეს პირველი პრეცედენტი არის და ჩემპიონი ეგრევე ხდება ელექტრონულ ჩემპიონთა ლიგაზე. ძალიან მაგარი რაღაცაა, როგორც რეალურ ფეხბურთში არის ტოპ კლუბები, აქედან ქართულ კლუბებს უნდა საშუალება ეთამაშონ სხვა ტოპ კლუბის წარმომადგენლები. რამდენი ხანია რაც კიბერფეხბურთს თამაშობ და როდის გადაწყვიტა რომ ეს გამხდარიყო შენი პროფესია? კიბერფეხბურთს თამაშობ დაახლოებით 2013 წლიდან და იქიდან მოყოლებული ვიღებდი სხვა გეიმ რომებში მონაწილეობას ტურნირზე. კარგ საპრიზო ადგილებში გავდიოდი თან ისე რომ PlayStation-ი არც ხონდა სახში. ჩემი საქმიანობა პროფესიად მაშინ ვაქცე, როდესაც ჩავირიცხე თბილისის ლოკომოტივში და უკვე ლოკომოტივის სახელით ვიღებდი მონაწილეობას სხვა როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ტურნირებში. რამდენი წელია რაც ლოკომოტივის კიბერფეხბურთელი ხარ? 5 წელია უკვე თბილისის ლოკომოტივი იყო პირველი ქართული პროფესიონალური კლუბი, რომელმაც ჩამოაყალიბა კიბერსპორტული გუნდი და აიყვანა თავის შემადგენლობაში ორი კიბერფეხბურთელი და ლადო ონი. მოგვიყევი როგორ მოხდი ლოკომოტივში და რას ნიშნავს შენთვის ამ ისტორიის ნაწილად ყოფნა? FIFA 22 იყო, ანუ 2021 წელი, როდესაც EA-მ დაამატა საქართველოს. და მე შესაბამისად რო ვიცოდი რომ სხვა ქვეყნებში არის ესეთი პროფესიონალური კლუბები, რომლებსაც პროფესიონალური მოთამაშეები ყავთ, სრული გამოვთქვი რომ ქართული კლუბების მიმეწერა და ვინც დაინტერესდა ამ საკითხით იყო თბილისის ლოკომოტივი. როგორ ემზადები ტურნირისთვის და რომელ კლუბთან დაპირისპირებას ელი ყველაზე მეტად? მე და ლადო აქტიურად ვემზადებით ამ ტურნირისთვის. ყველა მოთამაშე ძლიერია, ყველასთან შესაბამისი მომზადება საჭირო. დიდი იმედი მაქვს ლოკომოტივი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე და ამაში მე და ლადო დავეხმარებით.